მოგესალმებით. საგრანტო პროექტის ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია ფარგლებში მეტად მნიშვნელოვანია საგანგებო დაკვირვება თითოეული გრაფემისა და გრაფემათა წყვილის მოხაზულობების სპეციფიკაზე, მათი განვითარების გზებსა და თავისებურებებზე. ბუნებრივია, ყველა გრაფემა სრულებით განსხვავებულ თავისებურ შესაძლებლობებს გვთავაზობს ამ თვალსაზრისით. დღეს ვისაუბრებთ გრაფემა O-ს განვითარებასა და მისი გამოყენების გზებზე გალაქტიონ ტაბიძის ხელნაწერებში. ASO O-ს მოხაზულობა ტრადიციული ფორმით ორკომპონენტიანია, თუმცა სწრაფი წერის გამო განვითარდა რამდენიმე ASO-ს, მათ შორის O-ს უფრო პრიმიტიული, გამარტივებული, მართი კუთხისებური ვერსია. გალაქტიონ ტაბიძე ASO-ს ამ მეორე ვერსიასაც ინტენსიურად იყენებს. ამგვარი O-ს გამოყენების სიხშირე მის ხელნაწერებში წლების მიხედვით საკმაოდ მაღალია. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ამგვარ O-ს ავტორი იყენებს OL და OD კომბინაციებში, თანაც ისე, რომ ამ ორი ASO-ს შეერთებისას ნაკლებად გამოიყენოს დამატებითი, გადაბმის, ეგრეთ წოდებული მარგინალური კომპონენტები. განვიხილოთ მაგალითები. ჩვენ ხედავთ რამდენიმე ნიმუშს ეკრანზე. პირველ და ორ ნიმუშში იმის გამო, რომ შუა რეგისტრის ბგერა O ქვედა რეგისტრით დაწყებულ ბგერებს L-ს და D-ს შეუერთდეს, ავტორი O-ს ქვედა ჰორიზონტულ ხაზს ბლაგვი კუთხით შლის. აი, ვხედავთ, პირველ შემთხვევაში ისე მკაფიოდ არ ჩანს, მაგრამ მეორე შემთხვევაში საკმაოდ მკაფიოდ ბლაგვი კუთხით საგანგებოდ იმიტომ შლის, რომ ქვედა რეგისტრის ბგერების დამწყებ კომპონენტებს მიუვერთოს წინა ბგერის დამამთავრებელი კომპონენტი. ან L-ს და D-ს მოგრძო დამწყები კუდით უერთებს O-ს. მაგალითად, აი ნიმუშში ვხედავთ, აქაც შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს გადაბმის კომპონენტი და რითაც ბმა ხორციელდება, ეს არის მომდევნო ბგერის ტრადიციული ელემენტი. ანუ ეს არის L-ს და შესაბამისად სხვა მაგალითებში D-ს კუდი და ყოველგვარი დამატებითი კომპონენტების გარეშე ხდება ბმა. როგორც ჩანს, ერთკომპონენტიანი O-ს გამოყენება უფრო ემარტივება ავტორს. როცა ამის შესაძლებლობა აქვს, ის მომდევნო ASO-ს მოხაზულობიდან გამომდინარე, თავს არიდებს ზედმეტი კომპონენტის შემოტანას. ეს ერთგვარი წერის თავისებურებაა ავტორისა. ორკომპონენტიანი O კი, რაკი მისი მოხაზულობა სრულდება წერის საპირისპირო მიმართულებით, ესე იგი, კალმის მარჯვნიდან მარცხნივ შეწევით, მასა და მომდევნო ASO-ს შორის ბმის მისაღწევად უსათუოდ საჭიროა დამატებითი კომპონენტის გამოყენება. ესე იგი, ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ დამასრულებელი ელემენტი ორკომპონენტიანი O-სი, რომელიც არის მარჯვნიდან მარცხნივ შეწეული, დამატებითი ხაზის გარეშე, დამატებითი კომპონენტის, დამატებითი მონაზმის გარეშე ვერცერთ ბგერას სხვას ვერ შეუერთდება. ამიტომ უსათუოდ საჭიროა დამატებითი კომპონენტების გამოყენება. მაგალითად, ამ ნიმუშებში აშკარაა ეს, აი ვხედავთ, როგორ მთავრდება O და სანამ კუდი დაიწყებოდეს, ანუ L-ს დამწყები კომპონენტი, კიდევ დამატებითი ხაზი აქვს. აქაც O-დან გამომავალი დამატებითი ხაზი და აქაც რაღაცა საინტერესო შტრიხია. რაც შეეხება ასევე მსგავს O-ს და O-ხ წყვილებს, წინა შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, მათი გადაბმები არ ჰგავს ერთმანეთს. O-ს წყვილის შემთხვევაში თითქმის 76%-ში გამოყენებულია ერთკომპონენტიანი O, O-ხ წყვილის შემთხვევაში კი მხოლოდ 21%-შია გამოყენებული. რით უნდა იყოს გამოწვეული ეს, მაშინ როცა ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს შუა რეგისტრის ASO-ს გადაბმასთან, ზედა რეგისტრის ASO-სთან. ამ კითხვაზე პასუხისგაცემა რთულია. შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე დაკვირვება გავაზიაროთ. ერთკომპონენტიანი O-ს, R-ს, S-ს და X-სთან გადაბმის შემთხვევაში, იმისთვის, რომ ASO-ს კონტურები განასხვაოს გადაბმის ტექნიკური მარგინალური ელემენტისგან, ავტორი მიმართავს რამდენიმე ვერსიას. პირველი, O-ს მოხაზულობის ბოლო პუნქტიდან, ვხედავთ O-ს მოხაზულობის ბოლო პუნქტიდან, ავტორი ღრმად მარცხნივ მიმართული ოვალური ჩანართით ადის ზედა რეგისტრში.
და კონტურს უერთებს მომდევნო ასოს დასაწყის. აი ამ დაგვარი ღრმად ჩართული ოვალური კომპონენტით აფიქსირებს ავტორი პირველი ასოს დასასრულს. ეს არის გადაბმის მკაფიოდ გამოხატული ტექნიკური ხაზი. მეორე შემთხვევაში ოს მოხაზულობის ბოლო პუნქტიდან მარცხნივ შეზნექილი ოვალური ჩანართით ადის ზედა რეგისტრში და ისე იწყებს მომდევნო ბგერას. ესეც დაახლოებით წინას მსგავსია, ოღონდ უფრო იმდენად ჩაზნექილი ოვალი არ არის, როგორც პირველ შემთხვევაში. მესამე შემთხვევაში მკაფიო წერტილოვანი გადაბმით ან სავსე კვანძით აფიქსირებს ოს მოხაზულობის ბოლო პუნქტს და იწყებს გადაბმის ტექნიკურ ხაზს. აი წერტილოვანი ჩვენ ხედავთ, რომ შესაძლოა ეს წერტილი იყოს, შესაძლოა კვანძი იყოს, ან წერტილოვნად ასრულებს, ან სავსე კვანძით ასრულებს წინა ბგერას და იწყებს აი კაკი აშკარად ჩანს კვანძი და ამ კვანძიდან იწყებს გარდამავალ ხაზს და უკავშირდება მომდევნო ბგერას. შემდეგი ბლაგვი კუთხოვანი გადაბმით, აი როგორც ხედავთ, აფიქსირებს ოს მოხაზულობის ბოლო პუნქტს და იწყებს გადაბმის ტექნიკურ ხაზს. მეხუთე შემთხვევაში ოს მოხაზულობის ბოლო პუნქტიდან აწვრილებს გადაბმის ტექნიკურ ხაზს ისე, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს ასოს კონტურის სისქე, აი ვხედავთ ასოს კონტურის სისქე, გადაბმის ტექნიკური ხაზის კონტურის სისქისგან. აი ოს კონტურები და სს კონტურები ბევრად უფრო სქელია, ვიდრე გადაბმის ხაზი. ამას საგანგებოდ აკეთებს ავტორი, რომ ეს არ არის ძირითადი, ეს არის დამაკავშირებელი დამატებითი მარგინალური კომპონენტი. ოს მოხაზულობის ბოლო პუნქტიდან აბაცებს კონტურს ისე, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს ასოს კონტური და გადაბმის ტექნიკური ხაზი. აი ვხედავთ ასო დამთავრდა, ძალიან ბაცი შტრიხით უერთდება მეორე ასოს, ისევე როგორც მეორე შემთხვევაში, მესამე და მეოთხე შემთხვევაში. ავტორი იყენებს კიდევ ერთ ვერსიას, რომელშიც არ არის ფიქსირებული სხვაობა ასოსა და გადაბმის ტექნიკურ ხაზს შორის. ამ შემთხვევაში ოს წერს მახვილი კუთხით, ანუ ერთ კომპონენტიან ოს წერს მახვილი კუთხით, რომელსაც ზევით აქვს პირი აქცეული და მარჯვენა ელემენტით უერთდება მომდევნო ასოს. აი მახვილი კუთხეები ზევით აქცეული პირით და უერთდება მომდევნო ასოს. აქ არა გვაქვს გადაბმის კომპონენტები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასეთი მრავალვერსიულობა არ გვაქვს ორკომპონენტიანი ოს შემთხვევებში, სადაც ოს დასასრულის მარჯვნიდან მარცხნივ შეწეული ხაზი ისედაც აფიქსირებს ასოს დასრულებას და ამის შემდეგ ნებისმიერი სახის ჩანართი გადაბმის ტექნიკურ ელემენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. როგორც ხედავთ, ამ ტენდენციაში არ იკვეთება ქრონოლოგიური მახასიათებელი. თუმცა ეს დაკვირვება დამოკიდებულია და საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს ავტორის ხელით წერის ოპტიმალურ ეფექტებზე, რომლებიც მიმართულია ერთადერთი გზისკენ, წერის სიმარტივისკენ. ერთადერთი ტენდენცია, რომლის გამოკვეთა ქრონოლოგიური თვალსაზრისით მეტნაკლებად შესაძლებელია, არის ის, რომ 1905-17 წლებში ხშირია გადაბმის კვანძოვანი ნიმუშები. ასეთი გადაბმა გვხვდება ორ წყვილში 25-დან 7 ნიმუშში, 2 წყვილში 7-დან 4 ნიმუშში და 20 წყვილში 15-დან 10 ნიმუშში. ეს ინტენსივობა რაოდენობრივი იმდენად დიდია, რომ შესაძლოა ტენდენციის გამოკვეთაზეც იმოქმედოს. როგორც ხედავთ, ნებისმიერი გრაფემის ირგვლივ დეტალური დაკვირვებაა საჭირო, რომ ერთგვარი ტენდენციის გამოკვეთა გახდეს შესაძლებელი. უნდა ითქვას ისიც, რომ აუცილებელია აქცენტი დაიცვას ქრონოლოგიურ რაკურსზე, რადგან ჩვენი პროექტის მთავარი ნიშნული მაინც არის დათარიღება, მაინც აქცენტი ქრონოლოგიაზე. რომ გამოყოფილი განზოგადებული ტენდენცია შემდეგ შეუსაბამოდ დაუთარიღებელ ხელნაწერებს და შევძლოთ მათი მეტნაკლებად ზუსტი ქრონოლოგიური იდენტიფიკაცია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.